მეტი ვილოსოთ მეტი სულიერი ძალის მიღები ქონიოს. ადამიანი ადამიანის ცხოვრება ეს ძალიან რთულია. ეს თითქოს დიდი მისტერია ადამიანის ცხოვრება. მისტერიულობა ახასიათებს ადამიანის ცხოვრებას. იცვლება მისი ცხოვრების ეტაპები. რა თქმა უნდა, იგი ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილია, იგი შექმნილია ღვთის მიერ ხატად მსგავსად გვირგვინი კბილების, როგორც განმაყრდნობელი ჯაჭვი, თითქოს მიკროკოსმოსი, თითქოს შემოსაზღვრული ღვთაება, შემოსაზღვრული ღმერთებით, რომელიც უფალმა თითქოს შემოუსაზღვრულმა უსასრულო ადამიანმა, ასე ვთქვათ, ანთროპომორფული შედარება რო ვიქონია. შექმნა ხატად მსგავსად თვისა, რათა მან მაგნით ღმერთს მიემსგავსოს ადამიანს. ხატება მიეცა რათა მსგავსებას მიაღწიოს და ასე ვთქვათ, შეიცნოს ეს დიდი ერთიანობა, რომ იგი ერთი არის, ერთიანი არის ამ სამყაროში. ერთიანი უნდა იყოს უფალთა, განმაყრდნობელი ჯაჭვი, ბეცეული, მომვლელი, ზურმელი უნდა იყოს ქნიუზე და არა მისი მტერი და გამანადგურებელი, გაცნობილი ეკოლოგიიდან დამთავრებული ფლორა და ფაუნის კლასში. ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ ზურმელი იყოს და ზურმელი, ასე ვთქვათ, ხელი ქონდეს სულ გაშვერილი, რომ მოუაროს ამ ედემს, რომელიც ღმერთმა მისცა და არ აქციოს ჯოჯოხეთის პროექცია, რომ იქნება ეს. ამიტომ სულ მუდამ შინაგანი მეტაფიზიკური სიმყარე, სიმტკიცე, სარწმუნოებრივი სიმყარე მართებს ადამიანს, სულ მუდამ. ზრდა, სულიერი ზრდა მართებს, იმისათვის არის იგი, რომ სულიერად გაიზარდოს ადამიანს, სულიერად მიემსგავსოს, სრულყოფილი გახდეს. ეს ყოველთვის ონტოლოგიურიდან მოდის, ონტოლოგიურად მოცემული მისთვის შინაგანად დამახასიათებელი თვისებები, ეს ხატება ყოველთვის ამ მოცემულობიდან საფუძველი ეძლევა იმისა, რომ მან მსგავსებას მიაღწიოს და წინ წავიდეს და მიემსგავსოს ღმერთს. ზრდა და სრულყოფილება მსგავსებისაკენ მიისწრაფოს ღვთისა, ყოველთვის აი ამ ონტოლოგიური მოცემულობიდან მოდის. გავიგოთ გონიერები და გავაცნობიეროთ გაგებით. გავაცნობიეროთ გაგებით და გავიგოთ გონიერებით. შევიმეცნოთ ეს. და ჩვენი განვითარება უნდა იყოს აი ესეთი მისტერიულია ცხოვრება, დიდი საიდუმლოა, ყველაფერი ტექსტია. სინთეტიკური უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება. ყოველთვის უნდა არა წვრილმანებს ჩაებღაუჭოს და მიწიერ ბალანსს, არამედ უფრო გლობალურად, მასშტაბურად უნდა მიუდგეს ყოველივეს და უნდა რა თქმა უნდა აი ესეთი სინთეზისაკენ მიასწრაფოს მისი ცხოვრება, სინთეზისაკენ. სინთეტიკური ამას ვამბობ, რომ ყოველთვის ადამიანის განვითარება რაღაც სინთეზს უნდა მოასწავდეს და მიისწრაფოდეს მისკენ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ფაქტების სამყაროში ვცხოვრობთ. კანონებს უნდა ვეძებდეთ, როგორ უნდა განვითარდეთ, რომ მივიდეთ პრინციპებამდე, მაგრამ ეს პრინციპები აპრიორულად მოცემულია ჩვენთვის საღვთო გამოცხადებით. ეს პრინციპები, რომელიც ამ პირამიდის წვერზე არის და ჩვენ ქვევიდან ამ ფაქტების სამყაროდან უყურებთ, აი ამ პრინციპს, რომელიც მოცემულია წვერზე, აი ეს არის გამოცხადება ღვთაებრივი ზეციდან მოსული ჩვენს გამონათებული ქრისტეს მიერ. აი ამ პრინციპებს უნდა ჩავეჭიდოთ, რომ ამ ფაქტებში თაბლო არ აგვერიოს და არ დაგვესხას და არ განვივნეთ და არ დავწრილმანდეთ და არ დავყაროთ გზაყვალი ქრისტესკენ. პრინციპი, ხომ, დოგმები, აი ეს არის პრინციპები, უმაღლესი დოგმები, წამსი. აი ამ პრინციპებიდან და საღვთო ცნებების პოსტულატებიდან უნდა გამოვიდეთ. საღვთო სულიერი აქსიომებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ არ დავყაროთ. ეს არ არის რაღაცა ადამიანური, ან რაღაც ადამიანის მოცემული, ან ცვალებად, რომელსაც დამტკიცება უნდა, არა, ის დაუმტკიცებდა წვენით უნდა მიიღო და ეცადა რომ განახორციელო. და სრულყოფილებისაკენ, ანუ სულ მუდამ სინთეზისაკენ, პრინციპების განხორციელებისაკენ, შენ ცხოვრებაში მატერიალიზაციის, სწორი და მართალი რეალიზაციისაკენ უნდა მიისწრაფოდე. ზუსტად ეს სრულყოფილება მოწმობს, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა მოწმობს იმაზე, რომ ადამიანი იზრდება, რაც მეტად ხედავ ადამიანში სულ წმენაში გაძლიერებისა, იმედში გაძლიერებისა და განსაკუთრებით უმაღლეს სათნოებაში, სიყვარულში გაძლიერებისა, რასაც მეტად ხედავ, მით უფრო და უფრო მეტად, რადგანაც ხედავ ამას, მით უფრო მიხარია, რომ ესე იგი ნიშანია ლაკმუსის კახალდივიდან, რომ მით უფრო მიხარია, რომ ესე იგი აი იზრდება ადამიანი სულიერად.
რაც უფრო გლობალურად აზროვნებს, რაც უფრო ზეციურისკენ არის მისწრაფებული, რაც უფრო მეტად არ არის მეწვრილმანე, რაც არ არის რაც უფრო მეტად მასშტაბურია მისი სულიერი ხედვა, ცოდნა და წმენა, წმენა და ცოდნა ორივე ცდილობს, ორივე გააძლიეროს. არც წმენა არის ცოდნის წინააღმდეგ და არც ცოდნა წენის წინააღმდეგ. ცოდნა ღვთაებრივისა, სარწმუნოებრივი დოქტრინისა ცოდნა, რომელიც აბსოლუტური უცვლელი ჭეშმარიტებებია და წმენა მისი. რა თქმა უნდა, ყველა ცოდნაც კარგია, რომელიც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. და საერთოდ მეცნიერებაც კარგია, ვიცოდეს ადამიანს, მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება წმენას. წმენა აფართოებს მეცნიერების საზღვრებს და შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ გარკვეულ ზედდება და თანხმობა ხდება მათ შორის, ეს დიდი თემაა სხვა. ამიტომ ზუსტად ეს ფიზიკური შინაგანი, სულიერი, ემოციონალური და ფიზიკური სიმყარე, სიმტკიცე მართებს, რომ ჩვენ ვიყოთ ეს მეტაფიზიკური სიმყარე, რომ მართებს ვიაროთ წინ, სულიერად და გავზრდეთ და გზას მივყოთ. ის საერთოდ სულის საწყობი. რასაც ყველას გისურვებთ. მაგ მისცემს ის უკეთეს იქოთ თქვენ ყოველდღე თანხა.